ევთოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება. მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც. აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დასკვნაში წარმოდგენილია გარკვეული რეკომენდაციები, რომელზეც სამუშაოდაც საქართველო მზად არის. საქართველოში ევროსაბჭოჩვენულობებით რა თქმა უნდა ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ევთოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. მე მინდა გადავხადო მადლობა ევთოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევთოდირი გამოთქვა საწყობნას ითანამშრომლობს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ევთოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაგვირებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ევთოდირს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაგვირება, ევთოდირმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ამ შემდეგ. ვიდეო გადაღებაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეო გადაღება წარმოებული იყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს. გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჩუქრების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უბრალოდ იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ევთოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ევთოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევთოდირს.